ნინია ციმინტია ჩვენს შოუში. ნინია, მოგვიყევი, აბა, ვინ არის ის გოგონა, რომელსაც შენ გაებუტე და არ აპატიე, თუ აპატიე? რა ქვია იმას? სანდრა. სანდრა. და რა მოხდა, შენი ბრალი იყო თუ სანდრას ის ყველაფერი? სანდრას. პოლიტიკოსებს ვის იცნობ? სოსო ჯაჭვინას ბიძინას. ხო, სოსო ჯაჭვლიანი შეგილია პაროდია გააკეთო, როგორ ლაპარაკობს, აბა სოსო ჯაჭვლიანი. აბა როგორ ლაპარაკობს? მინდის ჯაჭვლიანი. ნუკლეტე ფიჩმერი. ოჭა, ძალიან მაგარია. ბიძინა ივანიშვილი შეგილია, რომ გააჯავრო, აბა მიდი. კიდე იცი? მიდი აბა. ანეკდოტი. ანეკდოტიც, მიდი აბა. შენ კანკაში. კიდე სხვა პოლიტიკოსი იცი ვინმე? სოსო ჯაჭვლიანი, ბიძინა, კიდე იცი ვინმე? არა, ნუ არა უშავს, ეს რაც იცი, უკვე საკმარისია, მეტი აღარ არის საჭირო, თვითონ მშობლებო, ეყოფა ბავშვს. ეხლა გადავიდეთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე. შენ ვიცი რომ აი რა ვიცი, შენთან სამეგრელოში ალბათ ყველაზე კარგად ამბობ ლექს და შეგიძლია გითხრა ლექსი? მიდი აბა. ცუდი და კარგიც. როგორ? ცუდი და კარგიც. ცუდი ლექსიც იცი და კარგიც? რა განსხვავებაა ცუდ ლექსსა და კარგ ლექს შორის? ჩემ ძმას დაწერილია. შენ ძმის დაწერილი ლექსია, ხო? მიდი აბა ჯერ მოვისმინოთ შენი ძმის დაწერილი ლექსი. მიდი. გული მატკინე, ცემლი მატკინე, ამ სიყვარულის დედაც ვატირე. ხო, კიდე არის თუ დამთავრდა უკვე? დამთავრდა. რაზე არის ეს ლექსი? სიყვარულზე. აბა მოდი კარგი ლექსი გითხარი, ხო? მიდი. საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა, მასთან იქონდა ერთი მუჭა მიწა მარადის. შენ მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ იმიტომ დაპატარავდი. ვარ საქართველოს გულდამწვარი, ჭირის უფალი, მის სუნთქულო მის მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, დემტრაქცეული და მინახოს მთელი სამყარო. ოჩა! ასეთი იყო ჩვენი გადაცემის ყველაზე პატარა სტუმარი, ნინია ციმინტია. გავაცილოთ ჩვენი ძვირფასი ნინია.